ანუ აქ სულ ჩემი ეზო იყო და ანუ აღარაფერი აღარ არსებობს. უბრალოდ შეიძლება ვინმე ყურადღება მომაქციოს. ეს გუშინ ჩაწერილი ვიდეოა და გუშინვე სოციალურ ქსელში თავად დაზარალებულმა გაავრცელა. ლილოს დასახლებიდან სულ რამდენიმე წუთის ავალზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მარტყოფსა და ნორიოს შორის მდებარე მზიურის აგარაკებში ერთ ოჯახს საკუთარი სახლკარი და ეზო თვალწინ ენგრევა. სახლის მეპატრონე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს სახლი 10 წლის წინ კრედიტით შეიძინა და სესხლს დღემდე იხდის. მაშინ როცა სახლი იყიდა, სახლსა და მდინარის კალაპოტს შორის დაახლოებით 20 მეტრი მანძილი იყო, ამბობს მოქალაქე, დღეს კი 1000 კვადრატიანი ეზო და მხოლოდ 200 კვადრატული მეტრია დარჩენილი. დანარჩენი წლების განმავლობაში წყალმა წაიღო. მისი თქმით, პირველი სერიოზული პრობლემა 2 წლის წინ დაიწყო, როცა ძლიერმა წყალმოვარდნამ უზარმაზარი მუხის ხემოგლიჯა კალაპოტი ჩაკეტა და წყლის ნაკადი პირდაპირ ეზოსკენ მიმართა. სწორედ მაშინ ჩამოინგრა ეზო პირველად, ანუ ეზოს პირველი ნაწილი წაიღო წყალმა. ოჯახი ამბობს, რომ მას შემდეგ დახმარებას მუდმივად ითხოვდა. მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, ნორიოს წარმომადგენლებს, გზების დეპარტამენტს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპუტატებს, რეკავდნენ, წერდნენ განცხადებებს, აქვეყნებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში. აქტიურებდნენ, იბრძოდნენ, ითხოვდნენ როგორც შეეძლოთ. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბოლო 1 წლის განმავლობაში. რეკავდა სხვადასხვა უწყებაში, ეშინოდა, რომ ძლიერი წვიმების სეზონზე მდინარე საბოლოოდ სახლამდეც მოაღწევდა. 24-25 მაისს ძლიერი ნალექის შემდეგ სწორედ ეს მოხდა. მოქალაქეს შეში გამართლდა. ოჯახი საღამოს სახლში დაბრუნდა და დახვდა ეზო, რომელიც პრაქტიკულად გამქრალი იყო. წყლის ნაკადი უკვე სახლის მიმართულებით მიიწევდა, ოჯახმა 112-ში დარეკა, ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მოქალაქის ინფორმაციით სამაშველო სამსახური მანამდე სხვა ლოკაციაზე მუშაობდა, თუმცა იმ მონაკვეთის მონიტორინგი, სადაც ჯებირები საერთოდ არ არსებობს, არავის მოსვლია თავში აზრად, არავის გახსენებია. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ მდინარე ახლა უკვე სახლიდან რამდენიმე მეტრშია და ნებისმიერი ახალი ძლიერი წვიმა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, რომ წყლის ნაკადმა საძირკველი დააზიანოს და სახლი მთლიანად წაიღოს. გუშინ ოჯახს ამ სახლში ღამე არ გაუთევია, მათი ევაკუაცია მოხდა. დღეს დილით უკვე მოქალაქე დაბრუნდა თავის სახლში იმის გამო, რომ გაიგო რა ხდება ადგილზე. სახლამდეც ვერ მოვედი თავიდან, იმიტომ რომ ხიდი არის ჩანგრეული და მომიწია შემოვლითიც ის წამოსვლა. სანამ წამოვიდედი დავურეკე დეპუტატს, რომელიც წუხელი იყო აქ და დამპირდა, რომ დილიდან რაღაცა შესაბამისი ზომების მიღებას დაიწყებდნენ, თუმცა მითხრა, რომ 12 საათზე არის რაღაც ღონისძიება და გეგმილი და იქ მიდის და ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრება, რომ გააგებინოს აქ სიტუაცია, თუმცა ის დაპირება, რომ დილიდან რაღაცა ქმედის ნაბიჯებს გადადგამდნენ, აქ არავინ არ არის, ხედავთ. არც არავინ მოსულა. მინდა აღუნიშნო ხაზგასმით, რომ ამის შესახებ 2 წელია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში ვრეკავ პროექტი, როგორც ესეთი არსებობს, რომელიც გაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელმაც უნდა დაადასტუროს ეს პროექტი, გადმოგზავნოს უკან. მერე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, მერე უნდა შეირჩეს კომპანია, ეს კომპანია უნდა შემოწმდეს და მერე დაიწყოს სამუშაოები. ბოლოს ჩემი ისტერიული ზარები და თხოვნა იყო ის, რომ ანუ ამის რო არ არის და სანამ ეს პროექტი დაიწყება და ეს საფუძვლიანად გაკეთდება, იქნებ დროებით რამდენიმე გაბიონი ჩადოთ, რომ აი აქ წყალი რო წამოვა მაის-ივნისში არ დაარტყას ეზოს და სახლს და ეს ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული ეს საკითხი და ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის გაპრიორიტეტულება სჭირდება, აი ერთ დღეში გვარდება ხოლმე ესეთი საკითხები, მაგრამ ვერ მივახციე ამას, ამიტომ ერთ ღამის წვიმამ შექმნა ესეთი სურათი, ანუ აი იქ სადაც ბუჩქებს ხედავთ, იქიდან მოყოლებული ერთ ღამეში წვიმამ აი ეს მონაკვეთი მთლიანად ჩახსნა. სახლამდე არის დარჩენილი, აი ახლა მე ვდგავარ სახლიდან დაახლოებით 5 მეტრში. ამის იქით არის უკვე აი ეს მდგომარეობა. ამიტომ ჩემი თხოვნა არის, რომ მაქსიმალურად იქნებ ეს ვიდეო გააზიაროთ.
რომ იქნებით გაუყოვნებლივ ჩამოიყვანონ მძიმე ტექნიკა, რომელიც დააღრმავებს წყლის კალაპოტს, რომ წყალმა იდინოს მარჯვენა მხარეს და ის ქვაღორღი და ეს მოგლეჯილი ხეები რაც არის მოაყაროს აქეთ მხარეს, რომ სახლამდე რაც არის დარჩენილი რამდენიმე ბოჭი მიწა, ეს არ ჩამოშალოს, იმიტომ რომ მერე სახლი დაიზრება საძირკვლიანად. ვინც ფიქრობს, რომ ამ ხელა კალაპოტი რო წყლით შეივსოს თბილისი უნდა დაიფაროს, მაშინ არ არის ასე, იმიტომ რომ არ არის საჭირო წყლით გავსება ამ კალაპოტის, ნიადაგს ჩამოაცლის ქვევით, როგორც აკეთებს ხოლმე და სახლი დაიზრება. ანუ წაიღებს სახლს. ასევე იმ კრიტიკული შენიშვნების მქონე ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვინც ამბობს, რომ როგორ შეიძლება ესეთ ადგილას ცხოვრება, აქ მარტო მე არ ვცხოვრობ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი დამტკიცებული დადასტურებული საცხოვრებელი ზონა, ეს სახლი მე არ ამიშენებია, აშენებული იყო და ჩემი მეზობლები არიან, აი წუხელ რამდენიმე მომწერა, რომ წავიდნენ დატოვეს სახლები. უბრალოდ მათთან ესე ღრმად წყალი არ არის შესული, ანუ ხეებია მოგლეჯილი, რაღაც საკარმიდამო ტერიტორიაა დაზიანებული, მაგრამ უშუალოდ სახლამდე არც ერთგან არ არის წყალი მისული, იმიტომ რომ ადგილ-ადგილ არის გაბიონები გაკეთებული, ანუ ვინც შეძლო რომ რაღაცა ვიღაცები ჩაერიათ თუ არ ვიცი როგორღაც მიაღწიეს იმას, რომ სადაც თვითონ ცხოვრობენ, იქ გაბიონები გააკეთეს და იქ გაბიონების ვიწრო ხეობაში რაც მოდის წყალი მთელი წნევით მერე იშლება აქ და ადრე რო ჩემი სახლიდან მდინარემდე იყო 20-25 მეტრი, ეხლა არის დარჩენილი 5 მეტრი. ოჯახმა წუხელ სახლიდან მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთების გატანა შეძლო, როგორც მოქალაქე წერს, მანქანის საბარგულის ზომამდე დაიყვანეს მთელი საკუთარი ქონება და ტერიტორია დატოვეს. ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლია. ზოგადად გეტყვით, რომ 24-25 მაისს უხვინალექი მოვიდა ქვეყანაში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა. კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში დაიტბორა სახლები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, გზები. სპეციალისტების შეფასებით, როცა მოქალაქეები წლების განმავლობაში ითხოვენ დახმარებას და რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც სახლი ჩამოშლის პირას აღმოჩნდება ხოლმე, ეს პირდაპირ მიუთითებს ინფრასტრუქტურულ და სისტემურ პრობლემებზე. გარდა ადამიანური ტრაგედიისა, რაც ამ ერთი შემთხვევიდან გაგაცანით და მოგიყევით, მინდა ასევე თქვენი ყურადღება გავამახვილო პოსტებზე დატოვებულ კომენტარებზე, რომელიც ჩემი აზრით კარგად აჩვენებს, როგორ აღიქვამს საზოგადოება ამგვარ საკითხებს, გარემოს დაცვით საკითხებს, რა პრიზმიდან, რა მასშტაბით უყურებენ ამ თემებს. კომენტარები გადავიკითხე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოების ნაწილი სტიქიას მხოლოდ ბუნებრივ მოვლენად აღარ აღიქვამს. ადამიანები სულ უფრო ხშირად საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე, გახშირებულ ექსტრემალურ ნალექებზე და იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოში სისტემურ პრობლემად არის ქცეული, თუმცა კლიმატის ცვლილება ძირითადად მაინც ემოციურ და ყოველდღიურ დონემდეა დაყვანილი. და არა როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ადაპტაციის ან გარემოს დაცვითი სტრატეგიის ნაწილი. კომენტარებში განსაკუთრებით გამოიკვეთა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, მოქალაქეების დიდი ნაწილი წერს, რომ პრობლემა წლებია ცნობილია, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. აი მაგალითად ლევან ბროძელი აკომენტარებს, რომ 2020 წლიდან აგროვებდა ხელმოწერებს და ცდილობდა პრობლემის გასაჯაროებას. ეს კი იმის დასტურია, იმის ნათელი მაგალითია, რომ საფრთხე პროგნოზირებადი გახლდათ და პრევენცია შესაძლებელი. საინტერესოა ისიც, რომ მოქალაქეები უკვე ერთმანეთთან აკავშირებენ სხვადასხვა რეგიონში მომხდარ სტიქიებს, შოუს, ვერეს ხეობას, ბათუმს, ზუგდიდს, ახლა უკვე გარდაბანს. ეს აჩენს განცდას, რომ ქვეყანა კლიმატური რისკებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევებისთვის საკმარისად მზად არ არის. კომენტარებში ასევე გვხვდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ხაზიც. აი მაგალითად, რატომ ცხოვრობდა მდინარესთან? წერს ზოგიერთი. ამ მოსაზრებას აქტიურად უპირისპირდებიან სხვა მოქალაქეები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ცალსახად სახელმწიფოს ეკისრება, თუმცა ვინც ფიქრობს, რომ მოქალაქე უბრალოდ მდინარესთან არ უნდა დასახლებულიყო, ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი სახლების დიდი ნაწილი ათეულობით წლის წინ არის აშენებული, მაშინ როცა ეს მდინარეები საფრთხედ საერთოდ არ ითვლებოდა. დროთა განმავლობაში შეიცვალა კლიმატი, გარემო პირობები და რისკებიც. ამიტომ დღეს პასუხისმგებლობის მთლიანად მოქალაქეზე გადატანა პრობლემის გადაწყვეტა კი არა, უფრო მისი იგნორირება არის და ცოტა სირაქლემის პოზიციაში თავის ჩაყენება.
ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ქვეყნის მართვა სურს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს უპირველესად პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღებაა. მთლიანობაში შემიძლია გითხრათ, რომ კომენტარები აჩვენებს, რომ გარემოს დაცვით და კლიმატურ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერება საქართველოში ნამდვილად იზრდება, ნელ-ნელა, თუმცა მაინც იზრდება, მაგრამ ძირითადად უკვე მომხდარი კრიზისების და სტიქიების ფონზე. დღეს დასვენების დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამიტომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებსა და შესაბამის უწყებებში საკითხების დეტალურად გარკვევა ვერ მოხერხდება, თუმცა ხვალიდან უკვე შევეცდებით მოვიკითხოთ, რა გეგმები აქვს იმ ადამიანების დასახმარებლად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს, რომლებიც მსგავსი სტიქიური საფრთხის წინაშე დგანან და რას აპირებენ შესაბამისი სამსახურები პრობლემის გრძელვადიანად მოსაგვარებლად. და ბოლოს, მოქალაქეებმა მინდა გავაცნობიეროთ კლიმატის ცვლილების ფონზე, როდესაც ექსტრემალური ნალექები და სტიქიური მოვლენები სულ უფრო ხშირი ხდება და გარდაუვალი სამწუხაროდ, პასუხისმგებლიანი მართვა უკვე მხოლოდ კრიზისზე რეაგირება კი აღარ არის. ეს წინასწარ მზადყოფნას და გრძელვადიან გარემოს დაცვით პოლიტიკასაც მოითხოვს. აი, რამდენად გვაქვს ეს, რა დონეზე გვაქვს ეს ჩვენს ქვეყანაში, მარტივად მისახვედრია, როგორც კი ინტენსიური წვიმა ან ზამთარში თოვლი მოვა.